მას შემდეგ, რაც წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ერთი და იგივე არიცხვი მიუმატეს, მიიღეს ახალი წილადი, რომელიც თავდაპირველი წილადის ტოლი აღმოჩნდა. განვიხილოთ ორი პირობა. A ნაკლებია 3-ზე და A მეტია 3-ზე. კიდევ 1. ოკეი, იმის თუ ვიპოვოთ ამ წილადის მნიშვნელობა, რომელი პირობაა საკმარისი. მოკლედ. წარმოიდგინოთ, რომ გვაქვს რაღაცა წილადი, პირობითად x-ი შეფარდებული y-თან. და პირობა გვეუბნება, რომ ეს x-ი შეფარდებული y-თან იგივეა, რაც ორივეს მრიცხველსაც და მნიშვნელსაც რომ დავუმატოთო a. აი, ასეთი ამბავი. გავამარტივოთ ახლა ჩვენს გამოსახულება, ჯვარედინად გავამრავლოთ x-ი გამრავლებული y-ს პლუს a-ზე უდრის y-ი გამრავლებული x პლუს a-ზე. აი, ამას ყვება პირობა, ხო? ჯერ დამატებით პირობებს არ ვითვალისწინებთ, უბრალოდ ვამარტივებთ გამოსახულებას. x, y პლუს ax უდრის yx პლუს ay. ნუ ხედავთ, რომ yx-ი ორივე მხარეს არის შეიკვეცება. ax უდრის ay-ს ეხაც a შეიკვეცება და ესე იგი გამოდის, რომ x უდრის y-ს. ანუ ჩვენ ცოტა ზედაპირულად თუ შევხედავთ ამ ამოცანას, ამ ეტაპზე ხედავთ, რომ x უდრის y-ს. ანუ ვადგენთ, რომ x და y ერთმანეთის ტოლი. მაგრამ აქ ახლა საინტერესო არის ერთი რამ. პირველი პირობის შემთხვევაში, როცა a ნაკლებია 3-ზე, შესაძლებელია, რომ ყოფილიყო x და y განსხვავებული რიცხვებიც, თუ კი მაგალითად a0 იქნებოდა. ანუ პირველსა და მეორე პირობას შორის არის ერთი ძალიან დიდი განსხვავება. პირველი პირობა უშვებს შესაძლებლობას, რომ a0 ან სხვა ნებისმიერი რიცხვი იყოს და მეორე პირობა 0-ის ვარიანტს გამორიცხავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კი დავადგინოთ, რომ x და y ერთმანეთის ტოლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ გაგვითვალისწინებია a0-ის ტოლი შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ნახე პირველი პირობის კონტექსტში, მაგალითად, 1/2-ს თუ კი დავუმატებთ რიცხველსაც და მნიშვნელსაც 0-ს, ისევ 1/2-ს მივიღებთ. 1/1-ს, 7/7-ს, 10/10-ს თუ კი 0-ს დავუმატებთ, კვლავ ისევ იმავე რიცხვს მივიღებთ. ანუ ამბავი ისაა, რომ პირველი პირობის დროს სწორედ აი ამ 0-ის მონაწილეობის გამო ჩვენ წილადის მნიშვნელობას ვერ ვადგენთ. ერთის ტოლი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელობის, ამას ვერ ვადგენთ, მაგრამ მეორე პირობით თუ a0 ვერ არის, ესე იგი a 1-ზე მეტია და 1-ზე მეტი რიცხვის დამატების შემთხვევაში უკვე ეს ტოლობა x და y ერთმანეთის ტოლია სრულდება ნებისმიერ შემთხვევაში და გამოდის, რომ ამ წილადის მნიშვნელობა ერთის ტოლია, იმიტომ რომ ორი ერთმანეთის ტოლი რიცხვის შეფარდებით მიღებული წილადი გქონია. ხო, ამიტომ მეორე პირობა ცალკე საკმარისია, ხოლო პირველი პირობა არ არის საკმარისი, იქნება ჩვენი პასუხი.